4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა დღეს ახალ და ძველ მინისტრებს მოусმინეს. სხდომა იუსტიციის მინისტრის მოხსენებით გაიხსნა. თია წულუკიანმა იმ კანონ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს მისი მინისტრობის დროს წარუდგინა. სტრუქტურის მუშაობაზე ისაუბრა შინაგან საქმეთა მინისტრმაც. ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ პოლიცია საზოგადოებაზე ორიენტირებულ დაწესებულებად იქცა. ეს ჩვენი რეფორმის წყალობით, რომელიც გაგრძელდება, შეჯიბრების ხობა არის დაცული სასამართლო დარბაზებში, იმიტომ რომ კანონი გაუმჯობესდა. ჩვენ მიზნად ვისახავთ სასამართლოსთან თანამშრომლობის ფარგლებში წელს შემოგთავაზოთ პარლამენტს ახალი რეფორმები მართლმსაჯულების დარგში, რომელიც ძალიან აქტიურად, ისე რომ ჩვენი ცისკრის სამართლის საპროცესო კოდექსი არ დაზიანდეს, რომელიც თქვენიც არის მთლიანად შეჯიბრებითობის პრინციპზე აგებული, ნელ-ნელა ის რაც სიმბოლიზიკას დასაშვები იქნება და მოსამართლის გაძლიერების მიზნით შემოვიდანოთ მარმა, რა თქმა უნდა, ცისკრის სამართლის უწყებათა შორის საფრთხე. ასეთებულა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ანტიკორუფციული სააგენტოსა და გენერალური ინსპექციის დებულებები გამოქვეყნდა დანაშაულის სტატისტიკა, რომელიც არ უყურებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არამედ ყველა საგამოძიებო უწყების მონაცემებს აერთიანებს. Ნიკოლაევის საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა ნარკოტიკული დანაშაულის, ოჯახში ძალადობის, ტერორიზმის წინააღმდეგობის, სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხების რეგულირების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, უზრუნველყოფის სფეროებში ცვლილებები აისახა ადმინისტრაციულ სამართალდამცავ კოდექსში. გამჭვირვალეა დროებით მოთავსების იზოლატორების საფინანსება. ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე იზოლატორებში სახალხო დამცველის წარმომადგენლებისა და უცხოელი უფლებადამცველების ასოციაციების ვიზიტი შედგა. ადამიანის უფლებების დარღვევის არცერთი ფაქტია დაფიქსირებული. ჩემი მონაწილეობა მთავრობას ნდობა ქონდა უკვე დიდი ხანია მოპოვებული, ამიტომ მე ძირითადად განაგრძობ იმ მუშაობას, რასაც ვაკეთებდი, თუმცა ჩვენ კომპონენტში, ჩემი სამინისტროს კომპონენტში, როგორც ორი მიმართულებით, როგორც ინტეგრაციის მიმართულებით, ისე კომპეტენციის მიმართულებით, არის ცვლილებები, თუმცა ნამდვილად დაგეთანხმებით, რომ არსებითი ცვლილებები არ არის, იმიტომ თვლით, რომ გარკვეულწილად იმ პოლიტიკამ, რასაც ვახორციელებთ, შედეგები მოაქვს. სამომავლო გეგმებზე ისაუბრა თავდაცვის ახალმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა, აღნიშნა, რომ მისი მინისტრობის დროს თითოეული ჯარისკაცის უფლება იქნება დაცული და ის ამისთვის ყველა ღონეს იხმარს. საქართველოს უნდა გახდეს და ეს არის ჩვენი ამბიცია ყველაზე უფრო დიდი, რომ საქართველოს მიმღები ქვეყნიდან, ანუ განათლების მიმღები ქვეყნიდან უნდა გახდეს ამის გამცემი ქვეყანა. ჩვენ უნდა სხვა ქვეყნების კადრები გადავამზადოთ. ამისი ყველა რესურსი გვაქვს, უბრალოდ ამას მობილიზება ჭირდება და კონკრეტული ფოკუსი. მეორე, ეს არის ჯარისკაცი. ჯარისკაცი მისი უფლებებით, ინტერესებით, მისთვის ღირსეული პირობების შექმნა და შესაბამისად ბუნებრივია, რომ ამას დაჭირდება ძალიან დიდი ფინანსური რესურსი. 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე მოსწავლეობა სფერომ თვალშისაცემი პროგრესი განიცადა, რასაც აღიარებენ როგორც საერთაშორისო ექსპერტები, ასევე ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. უწყებისთვის პრიორიტეტად რჩება ჯანმრთელობათა და ბრალდებულთა უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სისტემის ჩამოყალიბება. გაუმჯობესებულია ჯანმრთელობათა საყოფაცხოვრებო და კვების პირობები, გაიზარდა მათი გარესამყაროსთან კონტაქტის საშუალებები და ფორმები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საჯარო აღსრულების სისტემაში არასათანადო მოპყრობის პრევენციას, ადამიანის უფლებათა შიდა მონიტორინგის გაზიარებასა და სისტემის გამჭვირვალობისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, რაც ჩემს მიერ ინიციირებული რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. მინისტრების მოსმენის შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. უმცირესობის წევრებმა გამოყოფილი 2 წუთი გააპროტესტეს და კითხვების დასასმელად რეგლამენტის გაზრდა მოითხოვეს, რაზეც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარისგან უარი მიიღეს. უმცირესობას თუ არ უნდა კითხვების დაცვა და არ აინტერესებს შინაარსი, უმრავლესობის უგრძელებელი დავუშვება. დაიცავით თქვენი უფლებები, მეტი მაინც არაფერი გაგებთ რა. უკაცრავად რა, ძალიან გთხოვთ, მოგცეთ ნორმალური კითხვების დასმის და პასუხების მოსმის შესაძლებლობა. პასუხი გაგიცით უკვე.
ჩვენ გვაქვს სულ 2 წელი. ეს არის საზოგადოების დაცინვა, ეს არის საკუთარი თავის დაცინვა, ეს არის სამარცხვინო ხელისუფლება, რომელსაც კითხვებისათვის მხოლოდ 20 წუთი, 2 წუთი დაუსვათ კითხვა მინისტრებს. ეს არის სირცხვილი, სამარცხვინო, მათ სალაპარაკო არაფერი არ აქვს, დაზეპირებული აქვს რაღაცა უაზრო ტექსტები და საუბრობენ ამაზე. 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მოიყვანეს 6 მინისტრი და თითოეული მინისტრისთვის, ერთი მინისტრისთვის კითხვების დასასრულად გამოყოფილი იყო 2 წუთი. ერთი დეპუტატისთვის კი არა, ყველა დეპუტატისთვის ერთად. ეს ვინმეც გონია რომ ნორმალური განხილვა არის, ან ვინმე ფიქრობს რომ ამ ადამიანებს სურვილიათ განხილვები მოეწყოს, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი ბლეფი, ამიტომ რას ემსახურება ყველასთვის გასაგებია, მათ უნდათ რომ ნაკლები მსჯელობა იყოს, მათ არ აქვს პასუხები არც ერთ კითხვაზე. ჩვენ არა გვაქვს კითხვების დასმის უფლება. კითხვების, რომელიც აწუხებს საქართველოს მოსახლეობას. იუსტიციის მინისტრი, რომელიც საუბრობს რეფორმებზე, მართლა მაინტერესებს ლაგოდეხის იუსტიციის ორმო, ახალი ბრენდი, რომელიც შეიქმნა მისი მინისტრობის პირობებში, რას ნიშნავს ეს ლაგოდეხის იუსტიციის ორმო და ეს არის ის, რასაც ის მუშაობს. ან კიდევ მიგრაციის კანონი, რომელიც მან მიიღო, რატო აბრალებს ევროპელებს მიზანმიმართულად 300-400 მილიონის დაკარგვას. თქვენ წარმოგიდგენიათ რომელიმე ევროპელი, რომელიც ამბობს, რომ ჩემი ქვეყნის მოქალაქეს გაურთულე საქართველოში ყოფნის ვადაო? ეს ხო ტყუილია ყველაფერი. ამაზე და იგივე შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც საუბრობს ყველაფერზე, რაღაც ისეთი გამოსვლა ქონდა, მეგონა ეხლა იტყოდა, რომ ჩვენ შევიძინეთ ახალი პატრულის მანქანები, რომელიც ორჯერ მეტ ბენზინს წვავს და ესეთი გამოსვლა ქონდა, ხო, რაღაც და არ საუბრობს იმ უსაფრთხო გარემოს პრობლემაზე, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო საქართველოს განვითარებისთვის. მინისტრებთან კითხვები ჰქონდათ უმრავლესობის წევრებსაც. გიავოლსკის განმარტებით დღეს ყველა იმ კითხვაზე მიიღეს პასუხი, რომელიც მათ ინტერესში შედიოდა, თუმცა ამასთანავე განმარტა, რომ ყველა საკითხის გარკვევა დროის სიმცირის გამო შეუძლებელი იყო. დეპუტატებმა ნაციონალების მხრიდან სხდომის დატოვებაც შეაფასეს. დაახლოებით 20 წუთი იკამათეს იმაზე, რომ მეტი დრო უნდა ქონოდათ შეკითხვების დასასმელად, თუმცა ეს დრო ეყოფოდათ პასუხების მისაღებად ყოველ შემთხვევაში. საკმაოდ საინტერესო განცხადებები გააკეთეს, კითხვებზე პასუხი ვფიქრობ ამომწურავი იყო, ვფიქრობ ეს შედეგი დადგებოდა მაშინაც, თუ კი ნაციონალური მოძრაობა იქნებოდა დარბაზში და დასვავდა თავის კითხვებს. სწორედ ეს იყო, თუ არ ვცდები, მიზეზი ამ დემარშისა, თანაც არც გადაულაპარაკიათ ერთმანეთისათვის, როგორც ჩვენს წინასწარ მოლაპარაკებული იყო ეს აქცია. ახალ მინისტრთა კაბინეტს დეპუტატები სავარაუდოდ ხვალ დაამტკიცებენ.